ეს არის პოდკასტი რემონტის ამბები. ჩვენი სტუმარი კი პროექტების კოორდინატორი ვიტალი სუხიტაშვილია. ვიტალი, ხნეთ ხარ, ხო როგორც ხედავ? როგორც ყოველთვის. ვიტალი, მოგვიყევი ახლა, რას მოიცავს შენი საქმიანობა, რას საქმიანობ Rhinox-ში და გითხარი ყველაფერი, ოღონდ ერთ პროექტზე დაყრდნობით რო გითხრა. დაახლოებით. აი მაგით არ მინდოდა. ეხლა უყურე რა, ანუ იდეაში რა ხდება და რა მოვყვე ეხლა აქედან, მაგიტო რას ვაკეთებ ნახე. ხვდები მოხარებელს, გაყიდვებში მონაწილეობ, ვაკეთებ ხარსაღრიცხვას, მე ხარსაღრიცხვას გავდივარ მომხარებელთან, ვაკეთებ გეგმა გრაფიკს, ვათანხმებ დამკვეთთან, ვათანხმებ პროექტების მენეჯერთან, შემდეგ პროექტების მენეჯერს ვაბარებ ამ პროექტს, სრულად ვიბარებ პროგრესს ამ პროექტის და ასევე ვაბარებ დამკვეთს. და ბოლოს დასრულებამდე პროექტის პროგრესს და ხარისხს ხო მოდი შეგამორჩა. და ბოლოს დასრულებამდე პლუს ვიბარებ ხარისხს. და ეხლა ეს ამდენი რაღაცა როგორ ჩამოთვალო აქ. ხო ჩამოთვალე. და ეხლა მოხერხდა, არ უნდა და ხო მოხერხდა. ბიჭო ძალიან ბევრია პროსტო. და კიდე არ ვთქვი ბევრია. არა, ხო მოხერხდა, ნუ ხო და ანუ ეგ ჩამოთვალო მაგდენი რაღაც. აი, ახლა შენ კითხვაზე მიპასუხე და აღარაფერი აღარ ჩამოთვალო. ეს მირჩევნი ახლიდან გადავიღოთ თუ ოკეია. ანუ ამდენი არა, იყოს არ გადავიღებთ, ახლიდან იყოს რაც არის. ძალიან ცუდად ჩამოთვალე და მაგიტო ანუ. ცუდად ჩამოთვალო, ამადი კომენტარებში დაგვეწერეთ, ცუდად ჩამოთვალო თუ არა. ამდენი რაღაც არის და ცუდად როგორ ჩამოთვალე, ძალიან კარგად ჩამოთვალა. მე მომეწონა. კიდე ბევრი რაღაც გავმაზე შეგნებულად. შეგნებულად? კაი, მოდი ახლა შემდეგ კითხვაზე მივასუხე. შენ ესეთი რაღაც თქვი, რომ ხარისხსაც ვიბარებ, ნუ რა ხარისხით ჩაბარდა მომხმარებელს ხო ბინა? ჩაბარდება. ჩაბარდება, ხო. და როგორ მოწდება ეს ხარისხი? ხო, მაგას კონკრეტული ესეთი კრიტერიუმები არ აქვს. მაგრამ არ ვიცი, თეორიულად ვერ გადმოგცემს. პრაქტიკაში შემიძლია გაჩვენოთ როგორ მოწდება ხარისხი. ანუ ნახე რა სკოლის მომფრო კონკრეტულად რა კითხა, ანუ შეღებილია თუ არა, კარგად კედელი? ამას როგორ იგებ? თვალით საზღვრამ ყველაფერს? დიახ. შეღებვას თვალით. ნუ სხვა დეტალებს მარტო შეღება. კედლის სისწორეს აქვს სპეციალური ხელსაწყოები, რითიც შეგიძლია თვალსთან ერთად სპეციალური ხელსაწყოთი შეამოწმო, კედელი სწორად არის თუ არა. მაგრამ ყველაზე პრიორიტეტული მაინც თვალია. თვალი ამოწმებს პირველ რიგში ყველა დეტალს და მერე უკვე თუ არის რაიმე ეშქვეშ, იმას კონკრეტული ხელსაწყოებით ამოწმებ. კი ბატონო, მისაღებია პასუხი ნამდვილად და ახლა შენ მითხარი, ყველაზე რთული პროექტი რა გახსენდება, რაც შეგესრულებია? აი, ყველაზე რთული кейსის შესახებ მოგვეღარ. იდეაში ყველა პროექტზე შეიძლება თქვა რთულია და მარტივია, მაგრამ ჩემთვის ჯერ არ ყოფილა ისეთი შეუსრულებელი პროექტი. არა, შეასრულე, მაგრამ ნუ თავისი სურთულებით ჰქონდა. მაგრამ შეასრულე, რა თქმა უნდა. ერთ-ერთი რესტორანი შეიძლება გამოვყოთ. ანუ ერთი კონკრეტული რესტორანი შევასრულე, რომელიც ნუ სპეციფიური იყო როგორც თვითონ შენობა და აქედან გამომდინარე ცოტა რთული იყო შესრულება, იმიტომ რომ რკინით და სენდვიჩ პანელით იყო აშენებული. ვიტალი, ანუ მე ახლაც დავრწმუნდი და მაგამდეც ვიცოდი, მაგრამ შენი პროფესია იმდენად შრომატევადია, რომ საერთოდ შენი დავირთვის თუ გჭირდება დრო ეგ მაინტერესებს, იმიტომ რომ ჯერ ხო ახლა რამდენი რაღაც ჩამოთვალა ხალხნო და მართლა მაინტერესებს თავისუფალი დრო თუ გრჩება საერთოდ. კი, ღამის პირველი 2 საათიდან დილის 8 საათამდე. ეს არის ჩემი თავისუფალი დრო. ახალი წელი და აღდგომა. ისვენებ? ვცდილობ. ახალ წელს 31-ში ისვენებ? სახლში ვარ ყოველ შემთხვევაში. აჰა, ვაიმე მალადეთ. ძალიან ბევრს მუშაობ ხო? იმიტომ რომ ძალიან მე ზოგადად ვიცი რომ ეს პროფესია ძალიან შრომატევადია ნამდვილად და ძალიან ვაფასებ ამ პროფესიას მართლა, მაგრამ ნუ თავისი მინუსებიც აქვს და პლუსებიც, ხო? იცი რა მაინტერესებს? Rhinox-ში ზოგადად ამ პროფესიით როგორ მოხვდენ? როგორ აღმოჩნდი შენი პროფესიით Rhinox-ში? იმიტომ რომ მე ვიცი და შენი თქმა აღარ მჭირდება და მე ვეწვი მაყურებლებს რომ ვიტალი ძალიან დიდი ხანია Rhinox-ის გუნდის წევრია და წლებია უკვე ესე ვთქვათ Rhinox-ის ჯგუფში არის ჩვენი ვიტალი, ხო? ხო სწორია? დიახ. კი ბატონო. როგორ მოხვდი? სრულიად შემთხვევით. აჰა, შემთხვევითობის პრინციპით. შემთხვევითობის პრინციპის, ქუჩიდან არა, ანუ შინაურულად
მაინც ნეპოტიზმთან გვაქვს საქმე, მაგრამ გამართლებული ნეპოტიზმია. მე არ ვარ ნეპოტიზმით განაცოლა. ხო, ამ შემთხვევაში ერთადერთი შემთხვევაა, როდესაც ვიცი, რომ გაამართლა ნეპოტიზმმა და ამაში ბევრი მეთანხმება, თორე მარტო ჩემი აზრი რო იყოს, დღესვე შემიძლია დავტოვო ჩემი პოზიციაც და სამსახურიც. ნუ რახან ამდენი 7 წელი, ხო? 6. ნუ რახან 6 წელი არ დაგიტოვებია და რახან 6 წელი სინდისიერა დასრულებს შენს დაკისრებულ მოვალეობას, ნეპოტიზმის ხშირ შემთხვევაში მუშაობს. სწორი იყო შენი აყვანა ამ სამსახურში. ნახე, ხა 6 წელი აქ მუშაობ. მაგამდეც ძალიან დიდი ესე ვთქვათ გამოცდილება გქონდა შენი პროფესიის მხრივ, ხო? ასაკიდან გამომდინარე გქონია. კი ბატონო, აი სწორად მიდიხარ. მე მაინტერესებს ბავშვობაში რა უნდა და პატარა ვიტალის. პატარა რო იყავი, პატა. რა უნდა და რომ გამოსულიყო? ნუ იმასაკიდან რომ გამოვედი კეთილი ჯარისკაცი და პოლიციელი რომ უნდა ყველა ბავშვს, მანდედა რომ გამოვედი და უფრო დიდ ასაკში ყველაზე მეტად ჩემი ინტერესის სფერო იყო მაინც ზუსტად მინდა რომ თქვა და მაგითო დავფიქრდი. 2 hours later. ხო. არქიტექტურა და ქალაქ დაგეგმარება მინდოდა ძალიან. ანუ რაღაცების დაგეგმა. აჰა. ანუ ჩემი გემოვნებით იყოს რაღაცების კეთება. და ნუ ყოველთვის ვცდილობ რომ ეს ჩემი გემოვნება ყველგან გამოვაჩინო, ჩემი შეხედულებები ყველგან გამოვაჩინო, ყველას გაუზიარო და თუ რა თქმა უნდა მეორე მხარესაც არის დასტური და მზაობა ყველაფრის შესრულებაზე, არსად არ ვიშურებ მოკლედ ჩემს ცოდნას და გამოცდილებას. შვენიერი. ბლიცისთვის მზად ხარ? Let's start. გასაჭიმი ჭერი თუ თაბაშირ მუყავა? თაბაშირ მუყავა. აჰა, ვაიმე, პარკეტი თუ ამინატი? პარკეტი თუ ამინატი ჯერ მითხარი? პარკეტი, მაგრამ თაბაშირ მუყავაზე ბევრად მარტივია გასაჭიმი ჭერი და პარკეტზე ბევრად მარტივი სამუშაოა ლამინატი რა. მაგრამ ხარისხობრივად რა თქმა უნდა თაბაშირ მუყავა უკეთესი ხარისხია. ნუ მე ესე ვთვლი და ეკოლოგიურად სუფთა, ამას ბევრი ადასტურებს. მაგრამ ორივეს აქვს თავის პლუსი, მინუსი. და შპალერი თუ შეღებილი კედელი რაც ძალიან აქტუალურია და მეც არ ვიცი რომელი ჯობია და იქნებ მითხრა. შეღებილი კედელი აუცილებლად თუ არ არის რაღაც კონკრეტული ნახატი პრინტი. პრინტს გულისხმობ. პრინტის შემთხვევაში იდეალურია შპალერი, რომელზეც იპრინტება კონკრეტული გამოსახულება ფოტო, რაღაც მსგავსი და ეკროვა. ძირითადად ეს მუშაობს ბავშვის ოთახში, ბავშვის საძინებელში. კონკრეტული კედელი ძალიან ახალისებს, უფრო საბავშვოს ხდის თბილს და ძალიან კარგს. აჰა, იცი რა მაინტერესებს? ძალიან ბევრი ადამიანი ახლა იწყებს რემონტს და რემონტი არის ძალიან ესეთი ამბავი, ხო? ყოველთვის ვიღაცის სახლში კეთდება რემონტი. და ჩვენი მაყურებლების რაღაც გარკვეული პროცენტი ვფიქრობ, რომ ამ თემით არის დაინტერესებული, ზოგ შეიძლება რემონტიც ჰქონდას და შენ რა რჩევას მისცემდი იმ ადამიანებს, რომლებიც ახლა იწყებენ რემონტს. და აი ამ ფუსფუსში არიან. რემონტი ზოგადად რემონტის დასაწყისი ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპია რა. კი ბატონო. რემონტის დასაწყისში თუ დაზოგავ რაღაცეებზე, ну თანხა იქნება ეს თუ რაღაც წერტილს თუნდაც ეს ყველაზე ბანალური რო ვთქვათ. ეს ბოლოში ძალიან დიდ დისკომფორტს ქმნის. ასე რომ ყველაზე კარგია, როდესაც თავიდანვე გააზრებული გაქვს შენი სახლის ვიზუალი დიზაინი, შეიძლება არ უნდადეს ადამიანს დიზაინერის ჩართულობა და თვითონ გონდეს ძალიან ბევრი ადამიანს ვიცნობ, ვინც დიდი ხანია სახლზე ოცნებობს და იმდენად მნიშვნელოვანია თავის სახლი, რომ უკვე ყველაფერი დაგეგმილი აქვს, ყველაფერი გათვლილი აქვს, მაგრამ მოძდით ხოლმე ტექნიკური შეცდომები, რაც ტექნიკურად ვერ ითვალისწინებენ ისეთ დეტალებს, სად უნდა გქონდეთ წყლის წერტილი, ელექტროობის წერტილი, სად შეიძლება ტიხარი გადაიწიოს, გადმოიწიოს, რომ ეს მათთვის მერე უკვე კომფორტული საცხოვრებლის შექმნაში დაეხმაროთ. ასე რომ თავიდანვე თუ დიზაინერს არ აიყვანენ, კონკრეტული რეკომენდაციები უნდა მოისმინონ, რამდენიმე ადამიანისგან, რამდენიმე ინდივიდისგან უნდა მოისმინონ სხვადასხვა რეკომენდაციები და შეაჯამონ, მიხვდებიან უკვე მაქსიმუმს მიიღებენ ამ ყველაფრიდან და მიხვდებიან რა უნდათ. თუმცა დიზაინერი ბევრად ამარტივებს მაგ პროცესს. შვენიერი. ძალიან ამომწურავი პასუხი იყო, მინდა გითხრა ვიტალი. ეხლა მე შენთვის მოქვს პატარა სახელის თამაში მოფიქრებული მითია თუ რეალობა.
ეხლა მე შენ გეტყვი სამდებულებას და შენ უნდა მითხრა ამ დებულებებიდან რომელია მითი და რომელია რეალობა. პირველი. მითია თუ რეალობა, რომ 4 კაციან ჯგუფს შეუძლია ბინის სრულიად გარემონტება. შეგვიძლია ვცელი პასუხიც. რეალობა, მაგრამ შემიძლია ავხსნა. კი ბატონო. ახსენე. 4 კაციან ჯგუფს შეუძლია სახლის გარემონტება. 2 კაციან ჯგუფსაც შეუძლია სახლის გარემონტება, მაგრამ თავარი ერთსაც დრო ხარისხი. კი ბატონო, დრო. იმიტომ ძალიან ბევრი ვიცი, პრაქტიკაში შეგვხვედრია მსგავსი ადამიანები. კონკრეტულ საკითხებში ძალიან კომპეტენტურები არიან, კონკრეტულ განხრით. ძალიან კარგად აკეთებენ იმ ხელობას, მაგრამ შეუძლებელია ერთმა ადამიანმა ისეთი იდეალური სიზუსტით და ხარისხით შეასრულოს ყველა საქმე, რასაც შეასრულებს ინდივიდუალური ხელოსანი და ინდივიდუალური პროფესიონალი თავის საქმეში. არ შეიძლება ელექტრიკოსი აკეთებდეს წყალგაყვანილობას, არ შეიძლება წყალგაყვანილობის ხელოსანი აკეთებდეს ელექტროობას, ან რაღაცა კაფელს და მსგავს საკითხებს. თუმცა ყველა ხელოსანმა იცის ერთმანეთის საქმე, ძალიან ბევრია ესეთი უნივერსალი ხელოსანი, რომელსაც მანქანებშიც ეგრე არის. კი, რაღაც დოზით იცის ყველა ხელობა, მაგრამ თეორიულად. პრაქტიკაშიც იცის, მაგრამ თუ შედარებაზე მივალთ, ხო, ვერ შეასრულებს ყველაფრის შემსრულებელი ხელოსანი ისეთი ხარისხით, როგორც კონკრეტულად იმ სფეროში მომუშავე ადამიანი. ასე რომ რეალობა, მაგრამ არც თუ ისე სასიამოვნო რეალობა. მითია თუ რეალობა, რომ დიზაინერების მიერ შექმნილი დიზაინ პროექტის ტექნიკურად შესრულება შეუძლებელია? მითია, იმიტომ რომ აქვს გარკვეული ხარვეზე დიზაინერის შესრულებულ ნამუშევარს ტექნიკურად, მაგრამ ისეთი არ არის, რასაც ვერ შეათანხმებ, პროცესში ვერ გაივლი და რაღაც მინიმალური ცვლილებით ვერ მიიღებ იმივე შედეგს. ძალიან ბევრ დიზაინერს ვიცნობ პირადად, ვინც ძალიან მაგრად ასრულებს ამ ტექნიკურ ნახაზებს, დიზაინს მაქსიმალურად სვავს ისე რომ იყოს ტექნიკურად გამართული. მით უმეტეს ჩვენი გუნდის დიზაინერები ყველა დეტალს ჩვენ გვითანხმებენ და მაქსიმალურ ინფორმაციას იღებენ იმის შესახებ თუ ტექნიკურად რა როგორ არის სწორი და გამართული. და უკვე ამ საკითხის გავლის დროს ირკვევა და თვითონვეც იგებენ რაზე უნდა თქვან უარი დიზაინერულ ჭრილში, რა შეიძლება დათმონ, მაგრამ მიიღონ სრული პროექტი, რომელიც ტექნიკურად სულ ჩვეულებრივ ადამიანს შეაბარო, ვისაც რემონტთან შეხება ქონია, იმანაც შეასრულოს. გასაგებია. დიახ. მაინტერესებს მითია თუ რეალობა, რომ სახლის გარემონტება ერთ წუთში შეიძლება. იმიტომ რომ არსებობს მსგავსი დებულება. რეალობა შეიძლება სახლს გააჩნია მოცულობას, კვადრატულობას? რა თქმა უნდა. სახლი არის 30 კვადრატი. აი, პირობითად ავიღოთ საბაზისო 55 კვადრატული სახლი. არა, მაგრამ კონკრეტული кейსი შემიძლია გითხრათ, რომ 75 კვადრატული მეტრის ზომის სახლი გვაქვს და პირადად ჩემი ხელმძღვანელობით 40 დღეში გარემონტებული. ასე რომ თავიდან ბოლომდე. რა თქმა უნდა. ისე რომ 40 რეაქცია. მოხარებლის რეაქცია იყო ის, რომ ძალიან კმაყოფილი და ბედნიერი იყო იმის გამო, რომ შემდეგი ერთი თვის ქირის გადახდა კიდე არ მოუწია სხვასთან და თავის სახლში დააზოგინეთ, როც დააზოგინე, ნერვებით დააზოგინე და ეს არის რინოქსი. ეს იყო მთავარი მოტივი ასე სწრაფად შესრულების, თორე ანუ ბევრად მეტი უფრო სიმშვიდეს შეიძლება. ვიტალი ეძახედა. ხო, ვიტალი ეძახედა. რა მოგწონს შენ პროფესიაში ყველაზე მეტად? ჩემს პროფესიაში ყველაზე მეტად მომწონს ორი რაღაც. ერთი რომ ყველასთვის საჭირო ვარ და მეორე რომ თითქმის არ არსებობს მოუგვარებელი რაღაც ჩემთვის. და ყველაფრის მოგვარება მე მიწევს, ჩემი ცოლის დაქალების დუდუ ხარ? ჩემს პროფესიაში კი. ახლა დაგემშვიდობებით მეც და ვიტალიც, რომელიც ძალიან დაღლილია, იქით კამერაში დაიმშვიდობა. და შევხვდებით შემდეგ პოდკასტზე. ნახვამდის.